პრანკერების მახეში გაბმულმა პოლმასა რომ დაადასტურა, რომ უცხოელი პოლიტიკოსების საქართველოში მიმდინარე აქციებისთვის ძალის ხმევას არ იშურებენ. ამერიკელი კონგრესმენის ჯო ვილსონის მრჩეველს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილის სახელით დაუკავშირდნენ. მიცემულ ინტერვიუში მასარო საქართველოში მაიდნის სცენარის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. სამწუხარო რამ ხდება, ყველაფერი იმ იდეას ეფუძნება, რომ ეს სააგენტოები ისეთი იდეოლოგიების წახალისებას ცდილობდნენ საზღვარგარეთ, რომლებიც არ ემთხვევა ამერიკის ინტერესებს. საუბარია მემარცხენე ვოუკ იდეოლოგიის მხარდაჭერაზე უცხო ქვეყნებში. ეს სააგენტოები დიდი ხანია რეფორმას აჭიროებდა. ფიქრობ, თქვენს რეგიონში, განსაკუთრებით უკრაინასა და საქართველოში, ძალიან პროდუქტიული პროექტები ჰქონდათ და სამწუხაროა, რომ ასეთ ღირებულ რამებს კარგავთ. რა ხდება საქართველოში? ოპოზიცია ახალ არჩევნებს ითხოვს საქართველოში, მაგრამ არაფერი იცვლება. ნახოთ, კონგრესში იმედი გვაქვს, რომ ძალიან ძლიერი კანონ პროექტი მივიღოთ მალე და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი ელჩი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ბაიდენის ადმინისტრაცია ამ ყველაფერში საკმაოდ ცუდი იყო. არ მინდა იმაზე ფიქრი, რომ ამერიკაში ცუდიდან უარესობისკენ მივდივართ. იქნებ მაიდანის მსგავსი რამ მოვაწყოთ. ხელისუფლება განზე გავწიოთ და ახალი ხელისუფლება აირჩიონ. ვიცი, ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია რომ მოხდეს. საქართველოს რაც შეეხება ჩვენი ძალიან მაგრად მუშაობთ. იქნები ქართული ბატალიონი გავგზავნოთ დასახმარებლად. ვიცი, მაგრამ მე ვგულისხმობ, რომ ჩვენ აქტიურად მუშაობთ საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ აქციის მონაწილეები მიაღწევენ წარმატებას, რადგანაც ჩვენ ამაზე ბევრს მუშაობთ. ვილსონის მრჩეველს იმედი აქვს, რომ ოპოზიციის მომხრე დემონსტრანტები წარმატებას მიაღწევენ. ოფიციალური თბილისი კი მათ სცენარს კრახს უწინასწარმეტყველებს. სახელისუფლებო პარტიის ლიდერებს დღეს იმის განმარტება მოუწიათ, რომ პარტნიორული ურთიერთობები ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევას არ ითვალისწინებს. სამწუხაროა, რომ სხვის ქვეყანაში ჩარევის მცდელობები დღეს გახდა გავრცელებული პრაქტიკა და ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის პოლიტიკოსმა სცადა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა, რაც ნამდვილად მიუღებელია და ცალსახად დასაგმობია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავად ისაუბრა ამაზე და გამოაქვეყნეს მთელი რიგი დოკუმენტაცია, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ USAID, NED პირდაპირ ჩართული იყო სხვადასხვა ქვეყნებში მთავრობების დამხობით. საქართველოშიც რა თქმა უნდა, ის რაც ხდებოდა, ეს ყველაფერი ორგანიზებული იყო და არავინ არ იფიქროს, რომ შემთხვევით ხდებოდა ეს ყველაფერი. ოპოზიციის ერთმა ნაწილმა მათი გულშემატკივარის პოლ მასაროს გზავნილებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მეორე ნაწილი კი ირწმუნება, რომ საქართველოში მიმდინარე აქციების უკან მხოლოდ ქართველი ხალხი დგას. ჯო ვილსონის რჩეველის ჭკუაზე ამ ქვეყანაში არც არაფერი არ მოწყობილა, არ მოეწყობა და არც ახლა აქ მას არავითარი გავლენა არც ჩვენზე და არც დემონსტრაციებზე. რუსეთის პრანკერებზე რომ მისვამ მკითხოს, ეგ არის ბოდიში, მაგრამ ეგ არის სირცხვილე. რუსული ჰიბრიდული ომის მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან, მათ შორის ქართული მედია საშუალებებით არის ის მძიმე ტრაგედია, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ნამდვილ სუვერენიტეტს. მართველი გუნდისთვის კი ინტერვიუ იმის მორიგი დასტურია, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციას გარე აქტორები გეგმავენ. მათ დაკვეთას კი ოპოზიცია ასრულებს. ქართულ ოცნებაში ოპონენტების ეს ქმედება ქვეყნისა და ქართველი ხალხის ღალატად ფასდება. კოლექტიური ჯო ვილსონები ძალიან კარგად ვიცით, რომ ებრძვიან არა ქართულ ოცნებას რეალურად, არამედ ებრძვიან თავისუფალ სიტყვას ჩვენს ქვეყანაში, არსებობს ძალიან მავნებლური დამოკიდებულება და მიზრაფებები, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდეს რევოლუცია, რომელსაც მოჰყვება კოლექტიური ნაწმოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლა იმ ადამიანებისა, რომლებიც ხვის დაკულზე იცეკვებენ. როგორ თვითონ ხელისუფლებაში, თვითონ ვასალურ მდგომარეობაში და შეასრულონ აი იმ აგენტების და იმ ჯგუფების დავალება, რა ჯგუფიც აქვთ. აი პირდაპირ არიან ნატრიან. რომ ქვეყანა გადააქციონ პროქსი სახელმწიფოდ ნებისმიერი მიმართულებით. საომარი მოქმედება იქნება, ეკონომიკური თვალსაზრისით რაიმე კუთხის დავალების შესრულება. აი ესეთ საზოგადოებასთან და ესეთ ვითომ ოპოზიციასთან გვაქვს საქმე, როდესაც კოლექტიურ ნაწმოძრაობას გულისხმობ. ამერიკელი კონგრესმენის ჯო ვილსონის მრჩეველამდე პრანკერების მახეში სალომე ზურაბიშვილი და უჩა ნანუაშვილი გაებნენ. მიცემულ ინტერვიუში წუხდნენ, რომ ევროპული და ამერიკული ფონდებიდან ოპოზიციის და მესამე სექტორის დახმარებისთვის ფინანსების მიწოდება შეფერხებულია.